ძალიან კარგი რომ დღეს ხო არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ადამიანს აქვს ასეთი აზრი აი თუ ქრისტიანი ვერცდებით ცხონდები და ან სხვა აი ნახე რა არის ყველაზე დიდი ცეუბაში შესვლა ანუ ქრისტე რას გიკეთებს ნახე ამ წმინდა ცხოვრებაში არის ასეთ რამე რომ ერთ-ერთი აი მუსლიმურ ქვეყანაში ხდება სადაც ამ იურისტიკაც პროკურორიკაცია და დიდი ნადიმი მოაწყო ამ ნადიმზე ადგა და მოიწვია ბერძენი ბერი თურქეთში ხდება ეს და რომ მოიწვია ეხლა ტრიალებს ამდენი საზოგადოება ერთგვარი მისთვის ელიტა საზოგადოება არის იქ მოწვეული და ეს ამოდგეს კაცი და ეუბნება ამ ბერს მამო აი შენ ხარ ქრისტიანი მე ვარ მუსლიმანი და გეკითხები ახლა ერთ რამეს უკითხოსო მეო ჩემი რაც აი მასე ვთქვათ იურისტი ვარო არასდროს უსამართლოდ არ მოქცეულ ვარო ყოველთვის რომ სამართლიანი ვიყო ზედმეტი არ ამიღია რაც არ მეკუთვნოდაო არ დამიჟე ანუ ყველაფერში ყველა ესე ვაკეთებოდა სიკეთეს ვაკეთებო ამდენს ვერ ხონდებიო მოწყალებაც ვიციო და ავატყობს დახმარებული ვარ ყველაფერისფერო რაც შეეფერება ადამიანს მე ვაკეთებ ამასო და ვერ ხონდებიო და ისეთ სიტუაცია არის რომ ეს ბერი სიტუაცია უნდა დაიჭირონ მაგრამ ეს თისნერი ადამიანი იყო და სულიც მის მადლით მიეცა მას ეს მადლი და წამოდგეს მამა და ეუბნება რომ თუ შეიძლება უკითხოს უკითხით მოგიგებო მე შენთან რომ შემოვიდი სახში ხედავ რომ ბევრი მოსამსახურები ყავსო აქო კიო და ძალიან თქო ერთი რამე მაინტერესებსო ეს მოსამსახურები თქვენ რასაც ეუბნები ყველაფერს გისრულებენ რასაც თავი და თავათო ჩემი სიტყვა დამთავრებული მიწუჩი აკეთებენო თქვენ შვილებიც ხო ყავსო კიო შვილებიც ყავსო და შვილები თუ აკეთებენ ისე როგორც ეს მოსამსახურები არა აღგეს ერთ სიტყვი ხანდახან მეორეს აკეთებენო და როგორც იურისტიკაციო ანდერძიო ხო ესე გადადისო შენ რო გარდაიცვლებიო ან და საერთოდ ანდერძ ის ადამიანებიო რომელიც აი ესე გისრულებენ შენი მოსამსახურები თუ ეს შენი ურჩიშვილებიო თავი და თავ ურჩიშვილებიო ხო და ასე ვარ ჩვენ ქრისტიანებიო ღმერთმა შვილობაში შეგვიყვანა მის ძის მეშვეობითო და ამიტომ მივხვდით იმისა რომ შეიძლება ურჩები ვიყო და არ ვიყო შენაირიო მაგრამო მე ქრისტეს წყალობითო ხო ანუ ეს მემკვიდრეობაში მე შევდივარო ქრისტიანიო და არა სხვაო ნახე რა ხალას იმაგრავთ ხო ანუ ამაშია რომ ეს უნდა ესმოდეს ყველა ქრისტიანს რომ არა ჩემითა არამედ შენითა უფალო და ამიტომ ახანდახან გაგიკვირდება ადამიანი გამოდის და სხოვსყოფილი ჯვრის მადლმოსილებას უარყოფს ერთგვარად და რა არის ეს იმიტომ რომ ყველა საფუძველი